was right here. I was facing this direction. And I remember hearing your voice come up behind me. დონი მაკკილოპის ცოლმა ის აქ, არიზონას ტაქსონის ავტობუსის გაჩერებაზე იპოვა. ორივეს სუნთქვა შეეკრა. I thought you were going to yell at me. ვიფიქრე დამიყვირებდი. მაკკილოპი ფენტალინს დაუბრუნდა. ის 6 თვის განმავლობაში დაკარგული იყო. ფენტანილზე გადავედი, რადგან ჰეროინის შოვნა ვერ შევძელი და მისი შოვნა ადვილი იყო. ფენტალინი იაფი და ძლიერ მოქმედია, მაგრამ ხანმოკლე ეიფორიას იწვევს. მომხმარებელი მუდმივად მეტის ყიდვის ძიებაშია. მაკკილოპი ტაბლეტში დაახლოებით $1 იხდიდა და დღეში 20 ტაბლეტს იღებდა. სავარაუდოა, რომ მაკკილოპის ტაბლეტების კონტრაბანდით შემოტანა აქ, ნოგალეს მარიპოზას გამშვებ პუნქტზე ხდებოდა. ეს მის სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო გამშვები პუნქტია. ეს სკანერები რენტგენის სხივებს სატვირთო მანქანებში ნარკოტიკების აღმოსაჩენად იყენებს. დაბალი ენერგიით სხივდება კაბინა, სადაც მძღოლი ზის. მაგალი ენერგიის სხივით მისაბმელი და მისი ტვირთი მოწმდება. ეს მანქანები ამ პუნქტზე გასულ წელს დაამონტაჟეს და რადგან მძღოლებს გაჩერება და მანქანიდან გადმოსვლა აღარ სჭირდებათ, პუნქტი დღეში 100 სატვირთოს ნაცვლად 700 მანქანის სკანირებას ახდენს. შემდეგ მესაზღვრეები გამოსახულების ანალიზს ახდენენ და რაიმე უჩვეულოს ეძებენ. ამერიკის ხმას მიეცა ექსკლუზიური უფლება საკონტროლო ოთახში შეეხედა და ენახა თუ როგორ ხდება ფენტალინის აღმოჩენა. ისინი ამჩნევენ, რომ იატაკი ბევრად უფრო მკვრივია. წინა სატვირთოსთან შედარებით რენტგენზე უფრო მუქად გამოიყურება. ეს ანომალიაა. ყოველი ეს პატარა კვადრატი ნარკოტიკების პაკეტია. ახლა ვნახოთ აქ ნარკოტიკებს თუ ვიპოვით. გვალი ჩრდილები კი ტვირთია. ეს მანქანა საზამთროებითაა დატვირთული. ხედავთ რამე უჩვეულოს. კონტრაბანდა აქ არის. მისაბმელის იატაკზე ეს მართკუთხა პაკეტები ნარკოტიკებია. სუბუქი ავტომანქანები ჩვეულებრივ სასაზღვრო შემოწმებას გადიან. ზოგიერთს უფრო საფუძვლიანად ამოწმებენ. სხვები სკანერის გავლით გადიან, რომელიც გამოსახულებებს ოფიცერ ალეხანდრო ბაჩელიერს გადასცემს. ისინი ამ მანქანებში ფენტანილის ტაბლეტებს მალავენ კარებში, ძრავისა და სალონის გამყოფში, გვერდით პანელებში. ბოლო 5 წელიწადში ფენტალინის კონფისკაციები გაორმაგდა. საბაჟოს თანამშრომლებმა აქ და ნოგალესის 5-ვე გამშვებ პუნქტში ამოღებული ფენტალინის 60% აღმოაჩინეს. ამთვის დასაწყისში მექსიკის მთავრობა დათანხმდა თავის საზღვარზე მიგრანტების და უკანონო ნარკოტიკების ნაკადის შესაჩერებლად 10,000 ჯარისკაცი გაეგზავნა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ შეთანხმებას მექსიკისთვის ტარიფების დაწესების დაყოვნების სანაცვლოდ მიაღწია. რამირეზი ამბობს, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად ქუჩაში ფენტალინის ფასი იზრდება. ეს აჩვენებს, რომ მოთხოვნა არსებობს, მაგრამ ჩვენ მიწოდებას ვარღვევთ. მაკკილოპი ამერიკელებს ურჩევს ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების სტიგმატიზება შეწყვიტონ. როდესაც მივხვდი, რომ ჩემს ოჯახს ისევ ვუყვარდი, კვლავ იმედი გამიჩნდა. და ის იმედოვნებს, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება უკან მოიტოვა. It feels good.